ევადემირ ქირანი 9 წლის. სწავლობს სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კითხვა, ველოსიპედის ტარება, ხატვა და თამაში. ამ 4-დან ყველაზე მეტად მიყვარს თამაში. ჩემი საყვარელი თამაში არის ფრენბურთი. იმიტომ შემიყვარდა, რომ ფიზიკურად მაძლიერებს. ფრენბურთს თამაშობს კოდის დარბაზში. სულ უგებთ ბიჭებს, მხოლოდ ერთხელ მოვიგეს. კიდე ძალიან მიყვარს ჭრაში ბურთის თამაში. კიდევ თამაშობ ერთ თამაშს და ქვიას Little Pet Shop. თოჯინებს ხელით ვეთამაშებ და ჩემი ხმით ველაპარაკებ. აი ასე თოჯინა არის და ასე ველაპარაკებ და მეორე ხელითაც ველაპარაკებ და რაღაცებს ვაკეთებ, ვიდეოებიც მაქვს გადაღებული. მაგალითად ასე მე habe anasını iyiyim, sen nasılsın? Ben de iyiyim. Sen şimdi nereye gidiyorsun? Hiçbir yer, sadece evime gidiyordum. Türkçe ვიცი კარგად და თავისუფლად ვლაპარაკობ. კიდევ მინდა ვიცოდე ესპანური ენა. მე 3 წელი ცხოვრობდი თურქეთში. თურქეთში მომწონს წითელი ხიდი და საქართველოში მომწონს მუზეუმები. მინდა ვიმოგზავრე ჩინეთში. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყველაზე კარგი სკოლა და მასწავლებლებს მინდა დავშორდე საერთოდ. ჩემ კლასში ყველაზე ჭკვიანია ბარბარე ცინცაძე. ყველაზე მშვიდი არის ნიტა ჭაღალიძე. ყველაზე ცელქია ირაკლი კონცელიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ხიარული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური ძველი მათემატიკა იყო, მაგრამ შემეზარა რომ ერთი და იგივე ციფრებს შევდავთ ყველგან. საყვარელი მასწავლებელი არის თიოღლონტი. იმიტომ რომ ლამაზია, საუკეთესოა და კეთილია. რო გავიცდები მინდა გამოვიდე დამრიგებელი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი მომღერალი. სიმღერა მიყვარდა სულ მღვერი. ჩემი საყვარელი სიმღერაა ბიზმქეის şarkısı. İneğe o gününde gurbete geldi, yapraklar döküldü, avcılar geçekti, turnalar süzüldü. İneğe o göründü gurbete. Acı gider hep bana, kardeş bacı, ana baba. Benim olsa bütün dünya etmez ki. Simღერა არის დედა მამაზე და სიყვარულზე. ახლა მინდა ვიყო 12 წლის. იმიტომ რომ უფრო კარგად ვიმღერებ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს 5 ძმა. და იმიტომ არ მინდა რომ ჩემ მაგიაჟებს გამიბუჯებს და ისიხმარს. მამიკო არის შრომელი, კეთილი და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და მზრუნველი. არის კარგი დიასახლისი და უამასწავლა საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი როცა გავაკეთე ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის მაკარონიანი სუპის გაკეთება. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. როგორ ვისწავლე და ფერების მიხედვით ტვინში ჯერ გავიაზრებდი, რას დავხატავდი და მერე გამომივიდა. ვინახავ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 30. იმიტომ ვინახავ რომ მანიჭებს სიამოვნებას. ზოგჯერ მინდა გაყიდვა და ვემზადები. თვითონ ნახატი ეღირება 50 ლარი. ამ ფულით თემუდან რაღაცებს გამოვიწერ. ძალიან მიყვარს თოვლის ბაბუას საჩუქრები. წელს მინდა მომიყვანოს პატარა ლეკვი. ჩემი საყვარელი ფერი არის იისფერი. არ მიყვარს ვარდისფერი, იმიტომ რომ ძალიან პატარა ბაიბის ფერია. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სტიჩი. უკვე მაქვს 60-მდე წიგნი წაკითხული. კიდევ ვაპირებ წავიკითხო 70 წიგნი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, უსახლკარო ცხოველებს და ადამიანებს დავეხმარებოდი. ყველას გავუჩენდი ძალიან ლამაზ სახლს. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანი არის მაიკლ ჯექსონი. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ კითხვას, რომელიც სუპერძალა გინდა გქონდეს. მაგალითად მე მინდა მქონდეს დროის მართვის ძალა. ბედნიერება არის გართობა და დედიკოს და მამიკოს შეხვდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.